ბრიუსელში ევროკავშირის პირველი დიპლომატების შეკრებამდე 2 დღით ადრე ოცნება ისევ დასავლეთს უტევს. ოლიგარქმა ევროპული გაერთიანების წინააღმდეგ ყველა დეზინფორმაცია და კონსპირაცია ერთ განცხადებაში გააერთიანა და პოლიცსაბჭოს სახელით გაავრცელა. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ოცნების წინააღმდეგ ნაბიჯებზე 15 ივლისს იმსჯელებენ. მაგიდაზე ყველა მექანიზმია, მათ შორის პერსონალური სანქციებიც. რეჟიმის რეაქციის შეფასებებით ნინი ბალანჩივაძე აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ქართული ოცნება ერთ-ერთში იმეორებს იმ გზავნილებს, რაც აქვს რუს იდეოლოგს დუგინს, ისევ შეთქმულებების თეორიებშია, ისევ თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მათგან ქმნის მტრის ხაზს. ეს არის ის განცხადებები, რომელიც დღეს კეთდება პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებში, იმ განცხადებაზე, რომელიც ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს სახელით გავრცელდა და სადაც ქართულმა ოცნებამ ისევ იერიში მიიტანა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე. 2 დღით ადრე იქამდე ვიდრე ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. მაგიდაზე არის ყველა ვარიანტი და ცხადია, მსჯელობა იქნება დამატებით სანქციებასთან დაკავშირებით. უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან მიმართებით, რომ არსებობს 15 კაციანი სია, მათ შორის ამ სიაში ფორმულას ინფორმაციით იქნება ნინო გალუსტაშვილი, ანუ ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, უსამართლო გადაწყვეტილებებს სასამართლოში. აქედან გამომდინარე ოპოზიცია მათ შორის ამ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ქართული ოცნების სახელით, ხედავს შიშ ახლა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან, ვინაიდან მას შემდგომ რაც ჩვენ ნახეთ სანქციების სერია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, ახლა უკვე ვიცით, რომ დიდ ბრიტანეთშიც აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და შესაბამისად ოპოზიცია ცალსახად ამბობს იმას, რომ მაშინ როცა ოფშორული კომპანიები რეგისტრირებული არის ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც თავის არის ბრიტანული, რომელზეც ვრცელდება ბრიტანული იურისდიქცია, სწორედ ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ განსაკუთრებით ეშინია ახლა ამ სანქციების ივანიშვილს და ამას ემსახურება ეს მორიგი განცხადება და კონსპირაციების თეორია. ეს განცხადება არის ერთგვარი უკანასკნელი გაფრთხილება ქართულ ოცნებას. ისინი წერენ, რომ ჯერაც კიდევ არის შანსი, რომ დაუყოვნებლივ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. თორემ ისინი აღნიშნავენ, რომ არ მოერიდებიან ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. ქართული ოცნების პასუხი ეს არ არის გარემოხმარებისთვის, ეს არის მთლიანად შიდა მოხმარებისთვის. შემოძახება იმ ძირითად ამომრჩეველზე, რაც ბირთვი რაც ყავთ, ყველაზე ესეთი ყველაზე როგორ ვთქვათ, პროპაგანდის მიერ მოწყვლადი ბირთვი, რაც ყავთ, რომ ესეც არ შემოეშალოთ. ევროკავშირის 17 დემოკრატიული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი, რომ ანტიდემოკრატები არიან და ქართული ოცნება დემოკრატიის ფლაგმანი, ეს არის ოცნების პროპაგანდისტული ხაზის ჟანრის კლასიკა და ამას სერიოზულად ვერ შევაფასებ. ფაქტი არის ერთი, რომ იმდენად მძიმედ არიან უკვე ჩართულები კონსპიროლოგიის თეორიებში, რომ ეს არის ცალკე დიაგნოზი, რომელსაც დარგის სპეციალისტი ესაჭიროება. ეს არის რუსული პარტიის, რუსული რეჟიმის, რუსული სტილით დაწერილი განცხადება, რომელიც ქართველი ხალხის მომავალს, ევროპას ტრად აცხადებს. ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება. შესაბამისად მას დაეკისრება საერთაშორისო სანქციები და ეს სანქციები აღარ იქნება მსუსხავი ეფექტის. ეს იქნება დამანგრეველი ძალის და ამ ნანგრევებში მოყვება მთლიანად ქართული ოცნების რეჟიმი. წერილი, რომელიც პოლიცსაბჭოს სახელით გამოქვეყნდა, როგორც ჩანს, კარის ფილოსოფოს შაზაძე შათერიშვილის ხელწერა და იმ შეთქმულების თეორიების, რომელიც რუსული იდეოლოგიიდან და რუსი იდეოლოგიიდან დუგინიდან მომდინარეობს გარკვეულწილად იგერიებენ იმ დასავლეთს, სადაც თითქოს ორფეხზე ღირსებით სულ ასპირდებოდნენ ხალხს და ევროკავშირში გაწევრიანება. 17 ევროპული ქვეყნის სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას ქართულ ოცნებაში უწოდებენ საბჭოური სტილის დეზინფორმაციას და ეს განცხადება გავრცელდა 2 დღით ადრე, ვიდრე 15 ივლისს უკვე ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები და მაგიდაზე არის ყველა ვარიანტი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით, ახალ სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დასანქცირდებიან არა მარტო ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ასევე ქვედარგოლის წარმომადგენლები და ეს შეხვედრა უკვე ბრიუსელში საქართველოს დროით 12-ის ნახევარზე დაიწყება და სხდომას წარუძღვება კაია კალასი და უკვე აქ გავიგებთ ჩვენ რა გადაწყვეტილებები იქნება ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ მიღებული.